მოგესალმებით მეგობრებო. მაშასე დავიწყოთ. 30 იანვრიდან მოყოლებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის რამშტაინის სამხედრო ბაზიდან საქართველოს მიმართულებით ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა აიღეს გეზი და სამჯერ გაჩერდნენ ჩვენთან. სამჯერ ჩამოფრინდნენ, 30 წუთი დაყვეს და გაფრინდნენ. როგორც ვიცით, ეს დაშვება იყო კოორდინირებული პარტნიორებთან ერთად და ეხა ბევრმა ვერ გაიგო რას ნიშნავს ეს. საწვევი გაუთავდა ალბათ ან ისე რა ქვია შეეშინა იქ გადაფრინა თუ რაღაც ისონელები მოიცადე. კაცო, მთელი ერთი წელია რომ ხავი ვარ, მეგობარი აქტი, აქ ვიღაცა ოპოზიციონერები რომ მიმტკიცებენ. აი, კაცო, ჯო უილსონს 300 კანო პროექტი აქ შეტანილი ვერაფერი და ამტკიცა და ჯო უილსონი ვინ არის და აი ხა ხალხს იმეც ხო არ მივცემდით. არა გინაცვალე. ბევრმა თქვენ ვერ გაიაზრეთ. ეს მეგობარი კანონი უბრალო ამბავი კი არ არის. ეს არის ნიშანი. ეს არის სრულიად გასაგები ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ არის ამერიკისთვის შემთხვევითი წერტილი რუკაზე. რომ საქართველო არის და იქნება ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი. შეიძლება ბევრს ეს არ მოწონდეს და ერჩივნოს დამპყრობელი რუსი ყავდეს პარტნიორად, ვიდრე მეგობარი ამერიკა. ესეც გასაგებია. ეხლა უცებ ალიევის ვიზიტის მერე უცებ ბრახ და აესე თითქოს ერთ დღეში წარმოჩინდა და წამოიჩიტა ტრამპ თაუერის ამბავი, რომელმაც დააბნია ქართული საზოგადოება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლანძღავს ტრამპს, რომელმაც ტვინი აურია რუსულ სპეცსამსახურებს და გადახედეთ რუსულ პროპაგანდისტულ ჟურნალებს და ვერ ხვდებიან რა მოხდა. პუტინი არ უნდა იყოს ამის გამო ძალიან გახარებული, ჩემო და ზოგიერთს ვისაც გონია რომ ბიძინა ძალიან ბრძენიან და სტრატეგიულად დაალაგებს და აი დაალაგა ხო? არ ვიცით რა ნიშანია ეს. არ ვიცით. არა, მე კი ვიცი, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ ლაპარაკს. შენ ისე ღრმა ხარ ქართულოცაო, შენ ისე ღრმა ხარ. გავიხსენოთ ეს ლექსი. მოკლედ, ყველამ ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით კი ამერიკულმა სამსახურებმა, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა არის კარტელური, რომ ეს არის ვითარება, როცა ფორმალური ხელისუფლება და ფორმალური ოპოზიცია მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ერთმანეთს ლანძღავენ, გადასარევად. საჯარო რიტორიკა ესეთი არის, ციხეში უშვებს, გამოყავს. ერთად მოქმედებენ, გადასარევად არიან შეხმატკილებულები და სინამდვილეში არიან კოალიციაში და ეს არის უდიდესი ბარიერი ნებისმიერი ცვლილებისთვის, მეგობრებო. ასეთი ოპოზიციური სპექტრი ვერ აიტანს ვერც ერთ ახალ სახეს, ვერც ერთ დამოუკიდებელ ვიღაცა პატრიოტ ადამიანს, ვისაც უნდა რომ შეიცვალოს სისტემა, ვერავის ვერ აიტანს. და ბიძინი, იცი რა? ეს ოპოზიცია რო არ გაერთიანდა მეგობარი აქტის გარშემო, ხო გვახსოვს ეს ეპიზოდი მე მობწრევ არა ყველაფრისა. ესენი როგორ ელოდებია, როდის მოგაშორებს ამერიკა, რომ თვითონ მემკვიდრეობით მიიღონ ძალაუფლება. არც კი იცი შენა. აბა მოკლედ წინ მაგარი ამბები გველოდება მეგობრებო და აქ ხალხს უკვე არავინ აღარ უსმენს. ხალხის აზროვნებაც გაიყო, აი ვინც აქციებზე დადის, უკვე ყველას ერთმანეთი გონია ვიღაცა რომ ჩამშვებია, ის არის, ეს არის. მოკლედ, დედა გვიტირა რუსულმა სპეცსამსახურებმა და აწი ტრამპ თაუერი თუ გადაგვარჩენს. ნახოთ. ეხლა ამ პროექტთან ერთად უცებ კონგრესში შედის ახალი კანონპროექტი, რომლის ავტორია
ჯო ვილსონი და კიდე მეორე სენატორი აღარ მახსოვს კონგრესმენი, რომლებმაც უნდა სასწრაფო წესით 180 დღეში შეისწავლონ თუ რამდენად ღრმად აქვს გადგმული ფესვები ჩინურსა და რუსულ სპეცსამსახურების მუშაობას საქართველოს საზოგადოებაში, რამდენად ჩვენ გვაქვს ტვინი გამორეცხილი და საერთოდ საქართველო პარტნიორია თუ გავლენის ობიექტი. ვაიმე, როგორ ემთხვევა ტრამპ ტაუერის აშენებას? ოპოზიცია მეგობარი აქტის გარშემო რო გთხოვდით, გაერთიანდით, სიგნალი და რო არ ქენით არაფერი, იცი, ბიძინ, შენ გეუბნები, ეგენი ხა იცი როგორ ელოდებიან შეროდის მოგაშორებს ამერიკა, რომ მემკვიდრეობით მიიღონ ხელი ძალაუფლება, ლეგიტიმაცია, ეგრე კი არ არის. ეხლა მაგათ რა გონიათ, იცი რომ ხალხის ხელში კი არ არის ძალაუფლება, რომ ხალხი თავისი არჩევნით გადაწყვეტავს, არამედ ბრიუსელში და ვაშინგტონში გადაწყვეტავენ ვინდასვან. აღარ არის ეგრე მეგობრებო. შეხედეთ რა ხდება ირანში. ხალხმა უნდა მიიღოს თავის თავზე აიღოს გადაწყვეტილება და ხალხმა უნდა გადაწყვეტოს ვინ უნდა ყავდეს ლიდერად. ეს არის მთავარი მეგობრებო. აბა თქვენ იცით